ძვირფასო დებოდა ძმებო, დღეს მთელი დღე დილიდან მაგ ეგეთი განცდა, რომ გითხრათ დამოწმება, რომელიც მომივიდა უფლისგან, რომ უფლის ეკლესია და უფლის ტაძარი არის უფლის სახლი, ხო? და რადგან ის არის უფლის სახლი, მაშინ სადამე ჩვენი სახლიც არის. დიახ, იმიტომ რომ ის არის მამა ჩვენის სახლი, ჩვენი ზეციური მამის სახლი. და ჩვენ ვართ იქ არა სტუმრები, არამედ მასპინძლები, არამედ მეპატრონეები, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ მამა ჩვენი სახლია. და იქ უნდა იყოს ყველაფერი წესრიგში, ანუ სიჩუმე პირველ რიგში, სისუფთავე და მოწესრიგებულება. დიახ, იმიტომ რომ ეს არის მამა ჩვენის სახლი. და მინდა მივმართო აგრეთვე იმათ, ვინც ინათლება, ან აპირებს მონათლოს. ჩემო ძვირფასებო, ნუ გეშინიათ რამე თუ ჩვენი ზეციური მამა თქვენი ნათლობის დროს გიღებთ კარებს და გეპატიჟებათ ზეციურ სამეფოში. და ნუ შეგეშინდებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში იქნება მძიმე წუთები. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ ჩვენი ზეციერი მამა თქვენ აგიყვანთ ხელში და ხელით გატარებთ. და თქვენს ცხოვრებაში ნახავთ მარტო ერთ ნაბიჯებს. ეს არის უფლის ნაბიჯები, ნაკვალები, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ იმას თქვენ ყავხართ ხელში და იმიტომ ვერ ხედავთ თქვენს ნაბიჯებს. ასე რომ ნუ გეშინიათ, ჩემო ძვირფასებო, იარეთ წინ, შედით, როდესაც ღმერთი გაგიღებთ კარებს და იცოდეთ, მამა ჩვენის სახლი ჩვენი სახლია და უნდა დავიცოთ წესრიგი. დროებით.